გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა იურისტის საათი, რომელსაც მე თენგო ომანიძე წარმოგიდგენთ და ჩვენს გადაცემაში ვსაუბრობთ სამართლებრივ საკითხებზე. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ადვოკატი ბატონი თემურ მამასახლისი. მოგესალმებით თემურ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით თენგო, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონო, საბედნიეროდ ესე იგი ბირთვული ომი გადაიდო, რომელსაც გუშინ ელოდებოდა მთელი სამყარო და გვაქვს შესაძლებლობა რომ ვისაუბროთ დაგეგმილ ფორმატში იმ თემებზე, რომლებიც აქტუალური არის საზოგადოებაში და გვინდა რომ დღევანდელ გადაცემაში შევეხოთ იმ საკითხებს, იმ შეკითხვებს ძირითადად, რომელიც ჩვენს ონლაინ პლატფორმებზე შემოდის მაყურებლისგან. ამოვარჩიეთ, ასე ვთქვათ, რამდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი აქტუალური თემა და საკითხი. და თქვენ დახმარებით, ასე ვთქვათ, გავერკვევით ვითარებაში. ყველაზე უფრო ისეთი აქტუალური და მეტი შეკითხვა, რაზეც შემოდის, ეს ძირითადად არის ხოლმე დაკავშირებული ბიზნესის რეგისტრაციასთან, სამეწარმეო საქმიანობასთან. ჩვენ ხშირად გვესმის მათ შორის ტელევიზიით, სხვადასხვა მედია საშუალებებით ხშირად შუქდება, რომ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებში ხშირად იკავებს მოწინავე ადგილებს ქვეყანაში ბიზნესის კეთების მაჩვენებლებით, სიმარტივით უფრო სწორედ რომ და ეს ზირთად დაკავშირებულია ხოლმე იმ ბიუროკრატიული ტვირთისგან გათავისუფლებასთან მართლაც მარტივია საქართველოში რომ უბრალოდ მიხვდეს საჯარო რეესტრში და რაღაც რამდენიმე თვარსები 100 ლარის გადახდის შემდეგ ავტომატურად შეიძლება დააფუძნო კომპანია ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ალბათ ერთ-ერთი მიღწევა ამ კუთხით, იმიტომ რომ ალბათ საერთაშორისო პრაქტიკას თქვენც იცნობთ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებში აი ეს პროცედურები ძალიან გართულებული არის ხოლმე. თუმცა ამასთან ერთად ეს ბიუროკრატიული სიმარტივე მაინც ვერ ვიტყვი რომ არ უწყობს ხელს, მაგრამ არ განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ფუძდებოდეს ბევრი წარმატებული კომპანია, წარმატებული საწარმო იმ კუთხით, რომ მე ვსაუბრობ აი წმინდა მეწარმეობაზე, რაღაც პროდუქციის შექმნაზე. ეს ხა სამართლებრივი დისკუსიის საგანი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აი თქვენთან ერთად შევეცდებით რა არის აი ამისთვის მთავარი ხელშემშლელი. მე მithქვამს კიდე სხვა შორის ეთერში, რომ საქართველოში რამის წარმოება და რამე პროდუქციის შექმნა არის თითქმის შეუძლებელი, იმიტომ რომ როგორც კი შეიქმნება თქო რაღაც მოინდომებს ადამიანის საქმის კეთებას, იმ წუთიდან ნახევარწილში სახელმწიფო უზის, მეორე ნახევარწილში ბანკი უზის, თუმცა ეს უტრირებულად არის, რა თქმა უნდა, ნათქვამი და სინამდვილეში ვითარება ბევრად უფრო სხვანაირია. მართლა ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს უამრავი საშეღავათო რეჟიმი, რითიც შეუძლია ამ შემთხვევაში მეწარმეს ისარგებლოს და მივყვეთ მოდით მოკლედ საკითხებს. აი, პირველი შეკითხვა გვექნებოდა ასეთი. უშუალოდ რეგისტრაციის წესზე რო ვისაუბროთ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ პირმა დაარეგისტრიროს კონკრეტული კომპანია, სამეწარმეო ობიექტი? მოგახსენებთ, სამეწარმეო სუბიექტის შექმნისთვის საქართველოში პირველ რიგში აუცილებელია კონდეს უძრავი ნივთი თუ ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ეხება. ან შესაძლებელია არ იყოს საკუთრებაში უძრავი ქონება, მაგრამ სხვა მესაკუთრის უძრავი ქონების სხვა მესაკუთრის მიერ თანხმობა, რომ კონკრეტულად განისაზღვროს ამ სუბიექტის შეზღუდული ტიპის საზოგადოებების, მაგალითად შპს-ების, სააქციო საზოგადოებების, ან კომანდიტური საზოგადოების, ან კოოპერატივების შექმნისთვის აუცილებელია უძრავი ქონება საკუთრებაში ჰქონდეს ფიზიკურ პირს, რომელიც განაცხადს აკეთებს, რომ მას სურს, რომ დააფუძნოს ესეთი ტიპის ორგანიზაციების საზოგადოებები, ან თუ მას არ გააჩნია საკუთარი უძრავი ნივთი, სადაც განისაზღვრება მისი იურიდიული მისამართი, მაშინ სხვა უძრავი ნივთის, უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა, რომ კონკრეტულად მან დართოს ნება, რომ გაიაროს რეგისტრაცია და დააფუძნოს იურიდიული მისამართის იურიდიული მისამართისთვის აუცილებელი პირობა მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით სუბიექტს გააჩნდეს იურიდიული მისამართი კონკრეტულ უძრავ ნივთზე, ან მისი, ან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინმე სხვა უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ თანხმობა, სადაც განისაზღვრება მისი იურიდიული მისამართი. საიჯარო ქონება ამ შემთხვევაში არ გამოდგება ალბათ.
საიჯარო ქონება იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე რომ მივიღოთ ჩამოაყალიბოთ შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოება პირობითად ან სააქციო საზოგადოება ეს საკმარისი საფუძველი არ იქნება. თუ მეიჯარე თავისუფლ თანხმობას არ განაცხადებს რომ ჩემი სამართლე მეტი. კი ბატონო მეიჯარის მიერ თანხმობა იჯარის ხელშეკრულებასთან ერთად მისი თანხმობა რომ კონკრეტულად ჩემს მისამართზე ჩემს საკუთრებაში არსებულ მისამართზე შეიქმნას სხვამ შექმნას იურიდიული პირი. ანუ სხვა რაიმე ტიპის შეზღუდვა გარდა იმისა რომ პირს უბრალოდ მისამართი ნამდვილად უნდა ჰქონდეს არ არსებობს. აქ განვიხილოთ ორი საკითხი. ერთი, მარტივად 200 ლარი სარეგისტრაციო ესე იგი მომსახურებისთვის საჯარო რეესტრის, სამეწარმეო რეესტრის თვის გადასახდელი საფასური, რაც კანონით არის განსაზღვრული, ერთდღიან როგორც წესი ერთდღიანი სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 200 ლარი. და მეორე საკითხი არის რეგისტრაციისთვის ის რომ ძველი კანონმდებლობის მიხედვით იყო აუცილებელი საწესდებო კაპიტალი იყო თუ გახსოვთ 2000 ლარი იყო მაგრამ ესეც აღარ არსებობს უკვე პრინციპში ერთი არის მხოლოდ ორი საფუძველია ერთი რომ რეგისტრაციისთვის დაწესებული საფასური 200 ლარი და უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა ანუ ამას დავაზუსტებ საწესდებო კაპიტალით საჭირო აუცილებელი საწესდებო კაპიტალი შენატანი ორგანიზაციაში დაფუძნების დროს ჩვენთან დიდი ხანია აღარ არსებობს შესაბამისად 0 ლარითაც შეიძლება დაფუძნდეს ნებისმიერი საზოგადოება. კი ბატონო, არსებობს მეწარმე იურიდიული პირი. თუმცა უკაცრავად გაგაწყვეტინებ, იდმეწარმის შემთხვევაში, ანუ მეწარმე ფიზიკური პირის შემთხვევაში, ესეც სავალდებულო არ არის. იდმეწარმეს, რომელსაც უკვე თვითონვე აქვს იურიდიული მისამართი, სადაც რეგისტრირებული არის და რომელი რეგისტრაციის მიხედვითაც ის საარჩევნო, ესე იგი, არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ხმას აძლევს, უკვე მისი იურიდიული მისამართი უკვე განსაზღვრულია, ჩვეულებრივად შეუძლია მივიდეს და ისე რომ მას არ კონდეს არც მისი საკუთრება კონდეს უძრავი ქონების და შესაბამისად არც ვინმე სხვა უძრავი თვის მესაკუთრის მიერ არ ექნება თანხმობა, მას ჩვეულებრივად შეიძლება გაიაროს რეგისტრაცია, მომზადეს ამონაწერი და მან განახორციელოს იდმეწარმის საქმიანობა. აი ამ საკითხზე მინდოდა სწორედ გადასვლა არსებობს სხვადასხვა ფორმის მეწარმე იურიდიული პირებისთვის რამდენიმე სხვადასხვანაირი ფორმა არსებობს. ნაწილი თქვენც ახსენეთ უკვე რომ არის შეპესე, არის სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება და ამ შემდეგ. სოლიდარული პასუხისგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი კი ბატონო. აი პირი რომელსაც სურს დაიწყოს მეწარმეობა, ჩვენ ვახსენეთ ინდმეწარმეც მათ შორის და ვახსენეთ შეპესე. აი რა განსხვავება მე მაგალითად ხშირად მეკითხებიან ხოლმე რომ რომელი ჯობია რომ შეპესე დავარეგისტრირო, ინდმეწარმე დავარეგისტრირო, რა განსხვავება არის აი ამ ორ სუბიექტს შორის და ნუ მე რა თქმა უნდა ვისაუბროთ უკვე პასუხისმგებლობაზე რაც ეკისრება კანონის წინაშე. თეორიული თვალსაზრისით, ანუ მეწარმეთა შესახებ კანონის იდეების გათვალისწინებით განვიხილოთ რა განსხვავება ინდმეწარმეს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შორის და შემდეგ განსაზღვროთ ამოცანა რა იქნება იმის მიხედვითაც შესაძლებელია მე გადაწყვიტოს პირმა ჩამოაყალიბოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თუ იყოს დარჩეს ინდმეწარმე და ინდმეწარმის სახელით განახორციელოს მან ბიზნეს საქმიანობა. მოკლედ, იდმეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც სოლიდარულად პასუხისმგებელია კრედიტორების წინაშე. აქ შეიძლება კრედიტორები იყოს ფიზიკური და იურიდიული პირები, რა თქმა უნდა, და მათ შორის სახელმწიფოც. ამ შემთხვევაში ურთიერთობები საგადასახადო ორგანოებთან მიმართებაში ან სხვადასხვა ორგანოებთან მიმართებაში. სოლიდარული პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ პირადი ქონებითაც აგერ სოლიდარული პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ წარმოშობილი ვალდებულებისთვის ის პირადად პერსონალურად თავისი ქონებით არის პასუხისმგებელი კრედიტორების წინაშე, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში და ესეთი ტიპის საზოგადოებებში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პასუხისმგებელი არის თავისი ქონებით. იურიდიული პირის ქონებით მხოლოდ. იურიდიული პირის ქონებით. მხოლოდ ერთი განსხვავება არის შეპესეების შემთხვევაში, როდესაც ესე წერია კანონში, მოკლედ თუ კი პირი შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს იყენებს ბოროტად, მაშინ აქ უკვე შემოდის უკვე სოლიდარული პასუხისმგებლობაც. ანუ შეპესე თუ კი ფუნქციონირებს ისე, რომ შეპესეს ხელმძღვანელი ფიზიკური პირი ან შეიძლება იურიდიული პირიც იყოს დირექტორი, ანუ ხელმძღვანელობაზე და
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი შპს-ში შეიძლება ისევ შპს-იც იყოს ან ფიზიკური პირიც იყოს დირექტორი, თუ კი ის ბოროტად იყენებს შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. ანუ რას ნიშნავს შეზღუდვის სამართლებრივი ფორმების ბოროტად გამოყენება? ანუ ფუნქციონირებს შპს ისე ფუნქციონირებს, ანუ დირექტორი ისეთ საქმიანობებს აკეთებს, რომ მას წარმოეშვას მესამე პირებთან მიმართებაში ვალი, ანუ შეუსრულებელი ვალდებულებები, რომელზეც მერე ის იტყვის, მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილებების ახსულების დროს ან საგადასახადო შემოწმებების დროს, რომ შპს-ს ქონება არ აქვს და რა ვქნა, ვალა უვალია მოკლედ და ვალებს ვეღარ გავისტუმრებ. ანუ მარტივად რო თქვა, დავაფუძნე შპს-ზე, წავედი მაგალითად არის ბანკისგან ავიღე კრედიტი სპეციალურად დიდი რაოდენობით ან სპეციალურად წარმომეშვა, ესე იგი ისე საქმიანობ, რომ საგადასახადო ორგანოების მიმართ წარმომეშვა ვალი სპეციალურად, რომ ქონება არაფერი აქვს და შესაბამისად საგადასახადო ვალი სახელმწიფო თავის ვალს ვერ ამოიღებს, ამას თუ სპეციალურად ვაკეთებ, მაშინ არის გამჭოლი პასუხისგებლობა, ანუ შეზღუდვის სამართლებრივი ფორმების ბოროტად გამოყენება სამართალში, ამას ეგრეთ წოდებული გამჭოლი პასუხისგებლობა ქვია და ესეც ისწავლება ლიტერატურაში. ამ შემთხვევაში უკვე შემოდის პერსონალური პასუხისგებლობა, ანუ სოლიდარული პასუხისგებლობა. მაშინ კრედიტორს წარმოეშვება უფლება, რომ მისი დირექტორის მიმართ გაავრცელოს ახსულების მექანიზმები, ან შესაძლებელია, უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაც არის ამაზე. დიდი პალატის არ მგონია, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, რომ თუ კი პირი შეზღუდვის სამართლებრივი ფორმებს ბოროტად იყენებს, ჯერ ესე იგი სუბსიდიურად დირექტორი, ანუ დირექტორის საკუთრებაში, პირად საკუთრებაში არსებული ქონებით იქნება შეზღუდული პასუხისგებლობა, შპს პასუხისგებელი იქნება კრედიტორის წინაშე, მაგრამ თუ დირექტორსაც მისი პერსონალური ქონებები არ გააჩნია, სოლიდარულად უკვე დამფუძნებლებიც, ანუ პარტნიორებიც უკვე პასუხისგებლები ხდებიან კრედიტორების წინაშე. ანუ სოლიდარული საბოლოო ამაზე ალბათ სასამართლო იღებს, ხო, გადაწყვეტილებას? განმარტება გააკეთა მოკლედ, ამ ეგრეთ წოდებული გამჭოლი პასუხისგებლობის განმარტება, როგორ შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი ბაზარზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ხდება სოლიდარული პასუხისგებლობის ინსტრუმენტი ერთვება. დანარჩენ შემთხვევაში კეთილსინდისიერად, ანუ ობიექტურად თუ კი შპს-ს წარმოეშვება ვალები და მას ქონება არ გააჩნია, მაშინ საახსულეო ფურცელი შეუსრულებელი სახით უბრუნდება კრედიტორს რა, ანუ ვერ ახსრულდება ვალი. ასე შემთხვევაში ალბათ ეს უკვე კრედიტორის თვირთი არის, რომ ისეთ ორგანიზაციასთან კონდეს თუ არ კონდეს ურთიერთობა, ანუ მისი სახელმწიფო ურთიერთობები იქნება თუ ნებისმიერი ურთიერთობები, რაც შპს-სთან აკავშირებს, მან დააზღვიოს რა, რომ ეგეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. ეს სუფთა ობიექტური თვალსაზრისით, ამისთვისაც არის მოფიქრებული შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოება. ეს არის განსხვავება. კი ბატონო, ინდმეწარმეს შემთხვევაში, როგორც ვთქვით, განსხვავება არის ის, რომ ის ინდმეწარმე სოლიდარულად ყველა ქონები, აბსოლუტურად მისი, ანუ ინდმეწარმის ბალანსზე არსებული ქონებით კი არ არის, მხოლოდ პასუხისგებელი კრედიტორების წინაშე. მისი აი მემკვიდრეობით მიღებული ქონებითაც და ნებისმიერი ქონებითაც, რომელიც არ არის ინდმეწარმის ბალანსზე არსებული, იმითაც კი პასუხისგებელი არის კრედიტორების წინაშე. მაშინ თუ კი ასეა და ობიექტურად შპს-ს და ინდმეწარმეს სამართლიანად, მონდომებულად, არაერთჯერადი ღონისძიებებით მოგებაზე ორიენტირებულია, მაშინ რა განსხვავება, რა უპირატესობა შეიძლება ქონდეს, მაშინ ინდმეწარმეს და რატომ უნდა ავირჩიო ინდმეწარმე და რატო არ უნდა იყოს მაგალითად შპს. აქ უკვე საგადასახადო კოდექსმა დაუშვა ეგეთი ჩემი აზრით მართლაც რომ მომხიბვლელი და ძალიან ეფექტური და ძალიან კარგი რამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, აი პოპულარული ენით რომ მივაწოდოთ მაყურებელს, არის მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმეები და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდმეწარმეები. ეს არის საშეღავათო რეჟიმი. ეს არის ნამდვილად საშეღავათო რეჟიმი, რასაც აწესებს საგადასახადო კოდექსი, წელიწადში 30,000 ლარამდე შემოსავლის მქონე ინდმეწარმეებს და მეწარმე ფიზიკურ პირებს საერთოდ არ აქვს აღრიცხვა ანგარიშგების და დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტებს, ესე იგი 500,000 ლარამდე შემოსავალი, 500,000 ლარამდე შემოსავალი წელიწადში, ესე იგი დეკლარაციის წარდგენის საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ ყოველთვიურად, მაგრამ ისინი თავიანთ შემოსავალზე
მხოლოდ იხდიან 1%-ს თლიანი შემოსავლის მიხედვით და ისინი განთავისუფლებული არიან ყოველგვარი, ესე იგი, აღრიცხვა სასაქონლო მატერიალურ ბუღალტერიის წარმოებაზე ისინი განთავისუფლებული. ბუღალტერიის წარმოებას ისინი არ ახორციელებენ. განთავისუფლებულები არიან. აბა რას არადგენენ თუ შეერთხელ? ერთადერთი მხოლოდ რასაც ისინი წარადგენენ ყოველთვიურად თვის განმავლობაში რა შემოსავლებიც მიიღეს მათ, მიუხედავად შემოსავალთან დაკავშირებული შეპირისპირებული ხარჯების მიუხედავად, ანუ ხარჯები და შემოსავლები, ანუ შეპესესთვის მაგალითად შემოსავალი და ხარჯი უპირისპირდება ერთმანეთს და რაც არის ნამეტი, ის იბეგრება. ხო მართალია, ის იბეგრება ჩვეულებრივად მოგების გადასახადით, ანუ ჯერ 15%-ით და მერე თუ კი ფიზიკური პირი პარტნიორი გაიტანს თავისი პირადი მოხმარებისთვის ამ თანხას, მერე დივიდენდის გადასახადით იბეგრება 5%-ით, ხო? ეს არის, მაგრამ აქ უკვე ხარჯი აღარაფერში მონაწილეობს, შეულებრივად თუ მივიღებ შემოსავალს, რა შემოსავალსაც მივიღებ, იქიდან 1%-ს უხდი უკვე სახელმწიფო ბიუჯეტს. უბრალოდ ერთი პატარა დეტალი აქ არის და პატარა დეტალი არა, მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ თუ კი 12 უწყვეტი კალენდარული თვის განმავლობაში, ან ერთი წლის განმავლობაში ჩემი შემოსავალი თუ 100,000 ლარს გადააჭარბებს 100,000-დან 500,000 ლარამდეა, ამ შემთხვევაში უკვე აუცილებელია ესეთი ტიპის სუბიექტი, ანუ მცირე მეწარმე დადგეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია გაიაროს და 101,000 ლარიდან უკვე 100,000 პლუს 1 ლარიდან ის უკვე დღგ-ს გადამხდელი, ანუ 1 ლარიდან 500,000 ლარამდე ის 18%-ს გადაიხდის ბიუჯეტში, დანარჩენი უკვე დღგ-ს თანხის გამოკლებით ის მთლიანი შემოსავლის 1%-ს გადაიხდის. ანუ დღგ-ს თანხა რო გამოაკლება, რაც დარჩება? დამატებული ღირებულების გადასახადს ვაკლებთ, რაც დარჩება თანხა უკვე ის 1%-ით იბეგრება და საბოლოო ჯამში ეს უკვე 18%-ით, აი პირობითად რო მათემატიკურადაც რომ გავიაროთ, 118 ლარიდან 18 ლარი თუ უწევს სუბიექტს, რომ დღგ გადაიხადოს და შემდეგ 100,000 ლარიდან 1% უნდა გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი, ეს საბოლოო ჯამში ეს 19 ლარი 118 ლარში 16%-ია სულ გადასახადი. ანუ ესე შემთხვევაში, აი ეს არის ხოლმე ამ შემთხვევაში მთავარი შეკითხვა, რომ ჯამში რა თანხის გადახდა მიწევს. ანუ მცირე მეწარმის შემთხვევაში თუ ის არის დღგ-ს გადამხდელი, ეს არის 16%. 16%, აქ ყველაფერზე აბსოლუტურად ის არის 16%-ის გადამხდელი. დრაკონული ხო, აქ ამას დამატებული უბრალოდ თუ კი მცირე მეწარმე, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში მაგალითად იყენებს უძრავ ქონებას, უძრავი ქონება ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულ ქონებაზე 1%, რაც არის ქონების გადასახადი, ამის გადახდა მაინც მოუწევს. ეს ჩვეულებრივად ყველა სუბიექტს უწევს ამ ქონების გადასახადის გადახდა. შეღავათია, ნამდვილად შეღავათია, ეხლა შეპესეს შემთხვევაში როგორც ვთქვით, იბეგრება 15%, დივიდენდის გატანის 5%. კი ბატონო, და თუ დასაქმებული ყავს პირი, დასაქმებული ყავს, 20%-ით რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად გადახდის წყაროსთან უნდა დაუკავოს მან გადასახადი ყველა ფიზიკურ პირს, ვის საქმიანობასაც იყენებს და ჩვეულებრივად ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს. საინტერესო, აი საქმიანობის სფეროს მიხედვით თუ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვები? ესე იგი არის შეზღუდვები, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის გარდა. აი იმპორტი, ექსპორტი ჩვეულებრივად განთავისუფლებულია, ეხლა დედავინმე რამე გაიტანა, დამატებული ღირებულების გადასახადისგან განთავისუფლებულია. ჩვეულებრივად თუ ის ექსპორტს ეწევა, ისეთი მცირე მეწარმე, რომელიც ექსპორტს ეწევა, ის 18%-ისგან განთავისუფლებულია, ანუ დღგ-სგან განთავისუფლებულია და ჩვეულებრივად 1%-ს გადაიხდის. ეს ძალიან შეღავათიანი დანაწესი აქვს საგადასახადო კოდექსს. და სხვა მხრივ აი განსხვავება შეპესეს დავარეგისტრირებ თუ აი მაგალითად პირობითად აი რა ვიცი სასწავლო საქმიანობა, ტრეინინგების ორგანიზება. მკითხეთ და რო დავასრულოთ თქვენი შეკითხვა, ესე იგი თუ არ ვცდები ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი საქმიანობები, რამოდენიმე გამონაკლისი შემთხვევებია, რომელიც არ შეიძლება მცირე მეწარმეს საქმიანობდეს და ძალიან ბევრი საქმიანობა თითქმის ყველაფერი, რაც საქართველოში ლეგალური ბიზნესი შეიძლება არსებობდეს, თითქმის ყველაფერი ექცევა მცირე მეწარმეს შეუძლია
აკეთოს საქმე და ის გადაიხდის მხოლოდ და მხოლოდ კანონით კანონით აუგრძალავი საქმიანობა, რა თქმა უნდა, ეს იარაღის და ნარკოტიკების და ასე შემდეგ სალიცენზიო საქმიანობაზე, ამაზე ცალკე თუ არსებობს მაგალითად ეს ნებართვა და ესე შეიძლება ჩვეულებრივად გააკეთოს მცირე მეწარმემ, ამაზე ნებართვა უნდა აიღოს. დანარჩენ შემთხვევაში ის რაც ფინანსთა მინისტრის წესის მიხედვით გამონაკლისი საქმიანობა მაგალითად იმას ვერ განახორციელებს, რომ საშეღავათო ფარგლებში მოხდეს, დანარჩენს ყველაფერს აბსოლუტურად შეუძლია. დანარჩენ ყველაფერს შეუძლია აკეთოს. შეხვდა ინდ მეწარმეს და არ ვიცი ეს უბრალოდ ეს შეკითხვა რატო საიდან წარმოვიდა, მაგრამ აი საინტერესოა თქვენი კვალიფიციური პასუხის მოსმენა ამ საკითხზე. ინდ მეწარმეს თუ აქვსო უფლება რომ ყავდეს დასაქმებული სხვა პირები და ამ ხრივ თუ არსებობს რაიმე შეზღუდვა. დასაქმებული პირები რა თქმა უნდა შეიძლება ყავდეს, მაგრამ აქ უკვე აი ის რაც შპს შემთხვევაში ჩვეულებრივად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება და ბიუჯეტში გადახდა და ჩვეულებრივად ის ახალი კანონის მიხედვით დაგროვებითი პენსიის გადახდის ვალდებულებაც აუცილებლად იმ ტარიფებით ეკუთვნის, რაც ჩვეულებრივად შპს-ს ეკუთვნის. ამ ხრივ რაიმე განსხვავება რეჟიმის მაგ შემთხვევაში ეს შეღავათი მხოლოდ და მხოლოდ არის ეფექტური იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი პირი საწარმოა და ერთი პირი აკეთებს ყველაფერს. ეს შეღავათია. დაასაქმე ადამიანები და მაინცაშემოსავლო იხადება ბარე მაშინ და კი ბატონო, ამ შემთხვევაში უკვე შპს-ს რეკომენდაციას გავცემდით, რომ შპს-ზე კი ბატონო და იყო საუბარი აი სააქციო საზოგადოებებზეც რა განსხვავებაა აი მაგალითად სააქციო საზოგადოებას და შპს-ს შორის აქ ნუ შპს-ს და სააქციო საზოგადოებას ასეთივე თითქმის ერთნაირი მოწყობის საზოგადოებებია, უბრალოდ სააქციო საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოება მოკლედ როგორ აგიხსნათ, პრინციპულად ერთი და იგივე ორგანიზაციებია, უბრალოდ იქ ემისია აბსოლუტურად ყველაფერი ჩემი აზრით ყველაფერი რაც შეიძლება შპს-ს აკეთოს და სააქციო საზოგადოებამ აკეთოს, თითქმის ერთნაირია, ნუ პატარ-პატარა თავისებურებების განსხვავებებით, რომელზეც საუბარი ხა ძალიან შორს აგვიყვანს, თუმცა მე მაინც მგონია რომ ერთი და იგივე მოწყობის საზოგადოებებია. არც აგადასახადო რეჟიმზე გადასახადების თვალსაზრისით აბსოლუტურად ყველაფერი ერთი და იგივეა რა. კი ბატონო, იყო კიდე ასეთი შეკითხვა, აიპ-თან დაკავშირებით, ეს უკვე არასამეწარმეო იურიდიულ პირებს შეეხება, აქვს თუ არაო რაიმე ფორმით აიპ-ს კომერციული საქმიანობის უფლება? ანუ მოგებაზე ორიენტირებული თვითონ ეტიმოლოგია იმიტომაც არის, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირს კანონში წერია, რომ არსებითად არ აქვს მოგებით საქმიანობის უფლებამოსილება, მას არ გააჩნია. უბრალოდ არის გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც შესაძლებელია არასამეწარმეო იურიდიულ პირს მოგება შეიძლება დარჩეს. აი მაგალითად ერთი კონკრეტული ამბავი განვიხილოთ რა. ერთი პატარა კაზუსი განვიხილოთ. მაგალითად ყველას აქვს უფლება რომ უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება შეიძინოს, ხო? დაარსდა IP, რომლის გამგეობის წევრებმაც, ნუ ვინც ხავს რა, წევრებმა შენატანები განახორციელეს, მოკლედ, როგორც წესი და შევიძინეთ უძრავი ქონება. აღარ მოგვინდა ბატონო, ჩვენ რამდენიმე ხნის, 1 წლის, 2 წლის გასვლის შემდეგ, უпроსორად გვაქვს შესაძლებლობა გავფართოვდით და სხვა უძრავ ნივთში გადავწყვიტეთ. მოკლედ, შევიცვალოთ ჩვენი ოფისი იქნება თუ რა ვიცი, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ეს უძრავი ქონება, ძირითად საშუალებათა ბალანსზე რიცხული ქონება, გადავწყვიტეთ რომ არ გვინდა და გვინდა ახალი. და ძალაუნებურად გვინდა რომ ეს უძრავი ნივთი გავყიდოთ. ვიყიდე $100,000 და მაგ ობიექტური შესაძლებლობა რომ გავყიდო $500,000. ეს ერთჯერადი ხასიათისაა, ესეთ გამონაკლისებს კანონმდებლობა აძლევს უფლებას სუბიექტს და ეს იმას ნიშნავს რომ $400,000 მოგება დამჩა, ხო? ამ შემთხვევაში ეს ერთჯერადი ხასიათისა და ესეთ გამონაკლისებს კანონმდებლობა ჩვენი კანონმდებლობა არ უნდა იყოს რეგულარული საქმიანობისგან არ უნდა ხდებოდეს და ორიენტირებული, ანუ მოგებაზე ორიენტირებული სუბიექტი არ უნდა იყოს. ეს სხვა ისე ძალიან საინტერესოა კანონით როგორ არის დადგენილი გასაგებია, მაგრამ აი ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა ფონდი IP შეიძლება იყოს ფონდი, ხო? მაგალითად. ნუ ფონდის დეფინიცია ეს IP-ის დეფინიციები ხო სამოქალაქო კოდექსის განსაზღვრული დეფინიციებია და ფონდი როგორც ასეთი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა დღესდღეობით სამოქალაქო კოდექსის აღარ არსებობს რა. IP არის ყველა ვარიანტი. კი ბატონო, ესეთი ტიპის არასამეწარმეო სუბიექტები არის მხოლოდ და მხოლოდ IP. კი ბატონო, გასაგებია.
მინდა გადავიდე ალბათ ყველაზე მეწარმეებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მტკივნეულ თემაზე, ეს არის კომერციულ ბანკებთან ურთიერთობა და ასე ვთქვათ, შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან კიდე იმდენი, აი როგორც თქვენს ახსენეთ, არსებობს უამრავი საშიღავათო რეჟიმი, რითიც შეუძლია მეწარმეს ისარგებლოს. ალბათ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ყველას ურჩიოთ, რომ კვალიფიციურ იურისტთან გაიარონ ხოლმე, ხო, წინასწარ რაღაც ჩემი დაჟინებული თხოვნა ყველას მიმართ, რომ ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, არ მინდა უხერხულად გამომივიდეს, მაგრამ იურისტის და პირველ რიგში ადვოკატის და იურისტის ფუნქცია არის ესე იგი სუბიექტებს ესე იგი მისცენ კვალიფიციური რჩევები და ანალიზი გაუკეთონ ისეთი რომ პრობლემებს არიდონ სამწუხაროდ არის ჩვენ შემთხვევაში პირიქით ხდება ხოლმე რომ უკვე გაპრობლემდება საქმე მე ძალიან რთულია და ეს ძალიან დიდ რესურსებთან ფინანსურთან ნერვებთან რა ვიცი ყველაფერთან დაკავშირებულია ხასიათში გვაქვს ანეკდოტიც ხო არის ესეთი რომ ქართველი თუ რაიმე მოწყობილობის ინსტრუქციას კითხულობს ესე იგი ის ინსტრუქცია უკვე გააფუჭა ის და მე კითხულობს რომ აბა რა გავაფუჭა ამიტომ ჩვენი თავარი ფუნქცია იურისტების არის რომ სუბიექტს იქნება ეს იურიდიული პირი იქნება თუ ინდემეწარმე თუ ვინც იქნება სასამართლოში 10 ესე იგი წლობით კი არა მე მაგალითად ეხა პროცესები მაქვს რომელიც 10 წელი უკვე 10 წელი გავიდა და მიმდინარეობს აი წარმოგიდგენიათ ეხა 10 წლის განმავლობაში სასამართლოებში და მით უმეტეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავსებულია ძალიან უამრავი საქმეები აწერიათ მოსამართლეებს და უბრალოდ აი საქმეები შრომითი დავები წესით ერთ თვეში უნდა იხილებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით ჩვეულებრივი დავები ორ თვეში და განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეები უნდა მთავრდებოდეს 5 თვეში წარმოგიდგენიათ 5 წლის განმავლობაში არის საქმეები როდესაც პირველ ინსტანციაში მაგალითად ადმინისტრაციულ დავებში განწესრიგებელ ხდომებს ველოდებით ხო იურისტის მთავარი ფუნქცია არის ეს ჯოჯოხეთური პროცესი რომელიც 10 წელზე მეტი გრძელდება სასამართლოებში აი ამ პრობლემებს აარიდოს თავიდან ამიტომაც არის ყოველთვის შენს გადაცემაში კერძო საუბრებში და ყველას დაჟინებით ხო რომ იურისტთან როგორც ექიმთან წინა გადაცემაშიც მახსოვს თქვი რომ ევროპაში ჩვენ ვიცით რომ ყველას ყავს საკუთარი ექიმი პირადი ექიმი და პირადი იურისტი მესმის შეიძლება ცოტა რთულია მაგრამ მცირედი ყოველთვიურად ან ყოველწლიურად რაღაც მომსახურების საფასურის გადახდა ძალიან დიდ პრობლემებს და პრევენციებს დაუდებს საფუძვლად თავს ყოველ შემთხვევაში ესეთ დროს ალბათ მეწარმესაც მით უმეტეს ახლა პირი რომელიც საუბრობს რომელსაც აქვს სურვილი სამწარმე საქმიანობა განახორციელოს აი რაღაც თავისუფალ პასუხისმგებლობასაც აირივიდებს ხო რომ ჰაერივით ჭირდება იურისტის კონსულტაცია და რჩევა დარიგებები ვიდრე სანამ საქმე გაფუჭდება და სანამ სასამართლომდე მივა და სანამ საგადასახადო შემოწმებამდე მივა და რისკი ყოველთვის არსებობს რომ საგადასახადო მოვიდეს და შეამოწმოს და იურიდიული პრინციპების ყოფით მერე სანქცია და საურავები იმდენზე მიდის და დინამიკაში გრძელდება რომ ფაქტობრივად მერე ბიზნესი უკვე ისეთ მარწუხებში ექცევა რომ იმ მარწუხებიდან გამოსვლა ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებს ფუჭად დახარჯულ რესურსებს საჭიროებს და ამიტომ არის რომ იურისტის რჩევები და კონსულტაციები ადრევე და თავშივე მიიღოს ყველა სუბიექტმა იცი რა მაინტერესებს აი ხა შეპესეს შემთხვევაში და ასე ვთქვათ რთული ბიუროკრატია რასაც უკავშირდება და ბუღალტერიული საქმიანობები რო ჭირდება ეს გასაგები არის მაგრამ აი ინმეწარმის შემთხვევაში რომელიც თქვენ თქვით რომ თვეში ერთხელ მან უნდა წარადგინოს ინფორმაცია მის შესახებ უბრალოდ დეკლარაცია უნდა დეკლარაციას ეს აი როგორი ტიპის პროცედურა არის მაგალითად სპეციალური განათლების არ მქონე პირი შეძლებს ამის გაკეთებას თუ ნამდვილად იმდენად არ არის იმდენად აი ყველა მიცით პორტალი RSG-ზე უმარტივესად თუ შეიძლება პირდაპირ ახლა შევიდეს ადამიანმა და ვერ გაიგოს მაგრამ აი ერთვიანი სწავლების კურსიც არ დაჭირდება ორკვირიანი სწავლების კურსი და ნებისმიერი ადამიანი ვისაც უბრალოდ არითმეტიკასთან და უბრალოდ აი ქართულად ინტერფეისი ჩვეულებრივად RSG-ს ქართული აქვს უმარტივესი არის აქედან წარმოება უბრალოდ დეკლარაციის გაგზავნა. ანუ ამხრივაც აი ეს ბიუროკრატიული ტვირთი მართლაც აქვს სახელმწიფოს მართლად ძალიან მარტივად შეიძლება ამის ყველაფრის უზრუნველყოფა. კი ბატონო, ამისთვის ვართ რა თქმა უნდა მადლობლები. გადავიდეთ, მოდი აი ბანკების საკითხზეც ხშირად არის ხოლმე პრობლემა, რომ აი ჩვენ თქვით, რომ
ბევრი ბიუროკრატიული თუ საგადასახადო ტვირთისგან სახელმწიფო ათავისუფლებს მეწარმე პირს, მაგრამ ხშირად მეწარმეებისთვის უფრო დიდი პრობლემა სახელმწიფოს საგადასახადოდან ადამიანის მოსვლაზე მეტად ბანკიდან ადამიანის მოსვლის ეშინიათ, იმიტომ რომ ბანკს არ აქვს, რა თქმა უნდა, მეწარმეებისთვის არანაირი შეღავათი რეგისტრაციის მომენტიდან იძულებულია ადამიანი რომ ბანკთან დაიჭიროს ურთიერთობა, იმიტომ რომ თუ მას არ აქვს ყოველ შემთხვევაში რაღაც თავისი ნაგროვები დანაზოგი, როგორც წესი ბიზნეს ადამიანები იწყებენ სწორედ ბანკებთან საბანკო კრედიტის საშუალებით. სამწუხაროდ ამ მხრივ კი არის ახლა სხვადასხვა კომერციულ ბანკებზე გამიგია რომ რაღაც სტარტაპ პროგრამები თუ სხვადასხვა საშეღავათო საკრედიტო პორტფელები აქვთ, მაგრამ მე პირადად აი ცოცხალი ადამიანი არ მინახავს, ვისაც რაიმე შეღავათი ბანკისგან მიუღია. როგორც წესი ბანკი თავიდანვე გიზის წილში პირველივე თვიდან, პირველივე დღიდან მას უნდა გადაუხადო ხარკივით რაღაც გადასახადი. ხო, ნუ ეს ჩემი აზრით არ მინდა ხა თქვენ სამ გამონათქვამ სტერეოტიპი დავარქვა სახელი, მაგრამ კი ბატონო, ნუ დავარქვათ პირიქით დამყარდება. ნახეთ, არის მინახავს შემთხვევები, როდესაც ეხა თქვენ რას აბზანებთ თენგო ბატონო, ძალიან ხშირ შემთხვევაში ეხა რა აბზანებთ, ზუსტად ესეა, მაგრამ აი მაგალითად ბევრიც მინახავს ისეთი, როდესაც აი ხშირია შემთხვევები პრაქტიკაში, როდესაც სულ მეწარმე ფიზიკური პირების და იურიდიული პირების მიდიან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გასაფორმებლად და არც კითხულობენ და ჩვეულებრივად აწერენ ხელს. ძირითადად ეგრე. ნუ ძირითადად ესეა ნამდვილად, იმიტომ რომ იზოლებულია რომ მივიდეს და ბანკის კრედიტზეა დამოკიდებული და რახან დამოკიდებულია და ჭირდება მას, ისეა მოკლედ რომ მიდის და ხელს აწერს, მაგრამ მინახავს შემთხვევები, როდესაც ჩვენ ბანკში მივსულ ვართ და საკრედიტო ხაზის და ესე იგი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ესე იგი ფორმირებაზე კვირაობით გვიმუშავია და ბანკი წამოსულა ამაზე რომ სავაჭრო ურთიერთობები ყოფილა იმდენიც და ისეთი პირობები შეუცვლიათ, ესეც ხშირად ყოფილა. ანუ წაკითხვა ჭირდება, შესაძლებელია ბანკი ჩვეულებრივი სუბიექტია, ჩვეულებრივი სააქციო საზოგადოებაა. ბანკი არის სააქციო საზოგადოება, შპს და სააქციო საზოგადოება სტატუსით ერთი და იგივე კომერციული სტრუქტურა, ისეთივე კომერციული სტრუქტურა, როგორიც მე ვარ და თუ კი მე არ მაქვს ბაზარზე ისეთი მდგომარეობა, რომ სავალალო მდგომარეობა ყურბში მაქვს გაყოფილი თავი და აუცილებლად ჭირდება ნებისმიერი ხელშეკრულება, რამდენ პროცენტიანიც კრედიტიც არ უნდა იყოს და მოვაწერ ხელს, ჩვეულებრივად შესაძლებელია ბანკთან ვაჭრობა და პირობების შეცვლაზე საუბარი. ანუ ამის პრაქტიკას არსებობს, რომ რა თქმა უნდა არსებობს. ხო, ნუ შეიძლება ახლა მან მართლაც არის განსხვავება, თუ არ ახლა მართლა ბაზარზე დამკვიდრებული უკვე ისეთი ფეხზე დამდგარი ბიზნესი, ალბათ მაგ შემთხვევაში კი, მაგრამ ახლა ადამიანი არაფერი რო არ აქვს და ინდმეწარმედ რო უნდა რომ დარეგისტრირდეს და სამწუხაროდ კი ბატონო მრავალი შემთხვევა მინახავს ესეთი რომ ჩვეულებრივად წვრილი შრიფტით აბეჭდით ხელშეკრულებას ისე რომ ეგეც სხვათა შორის გერმანელებმა გერმანიაში ბათილაც გერმანიის სასამართლომ ბათილაცნო ესე იგი ხელშეკრულება რომელიც სტანდარტულ შრიფტზე ნაკლები ზომით იყო დაბეჭდილი და ამის გამოც კი გერმანიის სასამართლომ ბათილაცნო ეს ხელშეკრულება და პირვანდელი მდგომარეობა აღადგინა თუმცა ის ესე იგი თანხა რომელიც ბანკისგან აღებული ქონდა კლიენტს ის თანხა სარგებლის გარეშე და პირგასამტეხლოს გარეშე გადახდა დააკისრა. ანუ რამხელა შეღავათი ძალიან დიდი რა თქმა უნდა. ძალიან დიდი პროცენტი როგორც წესი ერთი იმდენია რაც ძირითადად. კი, ესეთი, მაგრამ ეს გერმანიაში მოხდა და ჩვენთან სამწუხაროდ ესე ტიპის ხელშეკრულებები მუშაობს. არავის აქვს ამ ხელშეკრულების რევიზიის საშუალება რომ რაღაც ერთადერთიანი მხოლოდ სამოქალაქო კოდექსში უпроსორად ორი შემთხვევა, როდესაც ესე ტიპის ხელშეკრულებები შეიძლება შეიცვალოს და რა კუთხით. ესე იგი ჩვენ სამოქალაქო კოდექსში გვაქვს რომ ესე იგი შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლო თუ კი ბანკში ესე იგი საკრედიტო ხელშეკრულებაში წერია შეუსაბამოდ დიდი პირგასამტეხლო სასამართლოს თავისი ინიციატივით შეუძლია შეამციროს ეს პირგასამტეხლო რაციონალურ არა გაუქმება გამორიცხული ამბავია ხელშეკრულება არის ჩვენი სამართლებრივი საფუძველი ურთიერთობის და იმაში წერია ესე იგი დარღვეულ ვალდებულებაზე ესე იგი სანქცია პირგასამტეხლო და ეს პირგასამტეხლო აუცილებლად სასამართლო დააკისრებს სუბიექტს გადასახდელად მაგრამ თუ კი
სასამართლო და მოსამართლე ჩათვლის რომ ეს შეუსაბამო დიდია და ეს ყველა ინდივიდუალურ ხელშეკრულების მიხედვით და ყველა ინდივიდუალურ ფაქტორის გათვალისწინებით სასამართლოს მოსამართლეს შეუძლია რაციონალურობის ფარგლებში შეამციროს ეს შეუსაბამო დიდი პირგასამტეხლო და კიდე მეორე მომენტი არის შეცვლილი მდგომარეობის მისადაგება ხელშეკრულებასთან. ანუ თუ კი ესე იგი არსებობს ბაზარზე მაგალითად ჩვენ ეხა დავდეთ მაგალითად თქვენ ხართ ბანკი მე ვარ კლიენტი და გავაფორმეთ ხელშეკრულება ავიღეს სესხი მაგრამ ბაზარზე ისე შეიცვალა მდგომარეობა რომ ჩემი ესე იგი სარგებელი რომელიც თქვენ უნდა გადაგიხადოთ ან კოლოსალურად არსებითად გაძვირდა ან არსებითად გაიაფთა უკვე თქვენს თუ კი გაიაფთა თქვენი საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი იმდენად შემცირდა რომ თქვენ უკვე წარმოგეშვებათ ბანკს უფლება რომ წახვიდეთ სასამართლოში თუ შეთანხმება ამაზე ჩვენ შორის ვერ მოხდა და მოთხოვოთ სასამართლოს ესით რომ ეხა მე უნდა გაუზარდო მას სარგებლის ოდენობა ან პირიქით თუ კი მაგალითად ისე გაძვირდა სარგებლის ოდენობა მე შემიძლია უკვე იმპერატიული დანაწესი აქვს სამოქალაქო კოდექსს მე შემიძლია წავიდე სასამართლოში და მოვითხოვო შემცირება რა თქმა უნდა ეს იმპერატიულად არის ეს ძალიან საინტერესო არის განსაკუთრებით ეს შეცვლილი გარემოებების მისადაგება ხელშეკრულებასთან ეს არის აი როგორც ფორს მაჟორი არის დაახლოებით ესეთი არის ფორს მაჟორის დროს ხო დაუძლეველი ძალა არის ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით დაუძლეველი ძალა და დაუძლეველი ძალას ხო თავისი მდგომარეობები აქვს საომარი მდგომარეობა საგანგებო და ასე შემდეგ ხო ისეთივე იმპერატორი როდესაც დაუძლეველი ძალის დროს ჩერდება ეგრეთ წოდებული ლოკაუტი ცხადდება ან მორატორიუმი ცხადდება ან ну ჩერდება ხო დაუძლეველი ძალის დროს ხელშეკრულების რომელიღაცა პუნქტის ამთლიანი ხელშეკრულების მოქმედება ჩერდება ხო ან სხვადასხვა პირობებით ისევე არის შეცვლილი გარემოებების მისადაგება არსებული ესე ხელშეკრულების მიმართ მისადაგება ამ დროსაც უკვე ერთს ან მეორე მხარეს უკვე წარმოეშვება უფლება რომ შეთანხმებით ან თუ კი შეთანხმება არ ხდება უკვე სასამართლოს ძალით დაიდოს ახალი ხელშეკრულება ეს ეხა პირგასამტეხლოს როგორც შემცირება ასევე ეს ბოლო ნაწილი რაც თქვით ახალი გარემოებების მისადაგება ხელშეკრულებასთან ეს არის მოსამართლის დისკრეცია ხო მოსამართლე საკუთარი წამსით საკუთარი რაციონალურობის ფარგლებში ყველა ინდივიდუალურად საქმეში მოსამართლე წვეთს ჩათვალოს რა იყო შეუსაბამო დიდი პირგას იყო თუ არა შეუსაბამო დიდი პირგასამტეხლო და თუ კი ის ჩათვლის რომ იყო მას შეუძლია შეამციროს რაციონალურობის ფარგლებში ამას რატო ვკითხულობ გეტყვით იმიტომ რომ აი ხშირად არის ეს სტერეოტიპივით არის დამკვიდრებული რომ აი მოსამართლე 90% შემიმცირებს პირგასამტეხლოს თითქოს ამას ისე აცხადებენ გეგონება კანონში წერია ეს არაფერი მსგავსი, ანუ ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად ყველა მოსამართლე ამას დაინახავს და იმის მიხედვით. თუმცა პრაქტიკა მართლაც არის ეგრე, რომ 80-90%-მდე ფიზიკური პირების შემთხვევაში კი ბატონო. ნუ ხო, მოსამართლებსაც ეთყობა ერთგვარი სტანდარტები აქვთ ამ ხრივ უკვე ჩამოყალიბებული და ამის მიხედვით, მაგრამ ეს არის პრაქტიკა უზენაეს სასამართლოს ეხა ჩვენ პრეცედენტული სამართლის ქვეყანა არ ვართ, მაგრამ ნუ უზენაეს სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები უკვე ერთგვარი სახელმძღვანელოსავით არის უკვე ქვედა ინსტანციებისთვის და უზენაეს სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არის უზენაესის პრაქტიკა რომ ამით უნდა იღიმძღვანოს. ამიტომ ერთი გადახვევა უკაცრავად დამწყები იურისტებს და მოქმედი იურისტებსაც ურჩევდი რომ ჩვეულებრივად როგორც სწავლება მიდის უნივერსიტეტებში და იურისპრუდენციას სწავლობენ დამკვიდრებული პრაქტიკა უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობა და შესწავლაც ასე შეიძლება ითქვას აუცილებლად ურჩევდი მე ყველას. როგორც კანონს კითხულობს როგორც კანონს უნდა სწავლა და მისი კაზუსების ამოხსნა ისევე არის უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებების ცოდნა მნიშვნელოვანი არის იურისტისთვის. თუმცა ვიტყოდი იმასაც რომ აი კანონზე მეტად საინტერესოს არის ხოლმე, იმიტომ რომ იქ შემოთავაზებული არის კონკრეტული მსჯელობები, კონკრეტული კეისებია განხილული და აი საინტერესოა საკითხავად კანონის გაგების მრავალმხრივი ინტერპრეტაციები უკვე ექცევა რა ჩარჩოებში და უზენაეს სასამართლო ამას სხვა მხრივ უაწესებს სახელმწიფო რაიმე ტიპის შეღავაც ბანკთან, აი კომერციულ ბანკებთან ურთიერთობაში არის ასეთი რაიმე დანაწესი კანონში, რითიც სახელმწიფო აიღებდა რაღაც ტიპის ვალდებულებას მაგალითად დამწყები ბიზნესისთვის, რომ თუ არსებობს ასეთი რამე, გარდა რა თქმა უნდა სამთავრობო პროგრამებისა, რომელზეც ყველას მასეთი დანაწესი სამოქალაქო კოდექსში ან მეწარმეთა შესახებ კანონში მე სამწუხაროდ არ მინახავს. კი ბატონო, სამწუხაროდ ეს არის ხოლმე რა თქმა უნდა ხშირად პრეტენზიის საგანი, რომ თუმცა ფიზიკური პირის შემთხვევებში, როდესაც აი კრედიტი აღებული აქვს ფიზიკურ პირს და
და გაპრობლემებულია და გამოსახლების საკითხებთან დაკავშირებით მრავალი ჯგუფი მუშაობს, მაგალითად ჩვენი მეგობარი ბატონი კახა კუკავაა და რა ვიცი ბევრი ჯგუფები არსებობენ, რომლებსაც აქვთ პრაქტიკა, რომ თლათ ისე პირდაპირი მოქმედების წესით, რომ პირმა ვერ დააბრუნა კრედიტი და უნდა გამოასახლო, რაღაც თავისებურებები ამ კუთხით არსებობს, თუმცა ამასთან მიმართებაში მედიაციის ფუნქცია უფრო აქვს ამ ყველაფერს კანონით სპეციალიზაციის იურისტებთან უფრო ალბათ ჯობს კონსულტაციების მიღება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თემურ, მართლაც საინტერესო საუბრისთვის, ბევრი რამ ჩემთვისაც ძალიან ბევრი რამ იყო ამ შემთხვევაში სიახლე და დარწმუნებული ვარ მაყურებლისთვისაც, ვის არის დაინტერესებული სამწარმოო საქმიანობის დაწყებით, ვისაც სურს რომ ბიზნესი აკეთოს ამ ქვეყანაში, ალბათ არის მნიშვნელოვანი რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია მოისმინოთ და გარდა ამისა, როგორც ჩვენო სტუმარმა გირჩიათ, არა მხოლოდ ჩვენი გადაცემიდან მიიღოთ ეს ინფორმაცია, კვალიფიციურ იურისტთანაც, მათ შორის ბატონ თემურთანაც შეგიძლიათ, როგორც ამ საქმის უსწავლო სპეციალისტთან, გაიაროთ კონსულტაცია, თქვენ კონკრეტული кейსი იყოს განხილული და მიიღოთ კვალიფიციური რჩევები, იმიტომ რომ როდესაც შემდეგ თუ კი რაიმე დაშავდა, ასე ვთქვა და საქმე გაფუჭდა, მე რომ მიმართავთ ხოლმე იურისტს, ხშირად შეიძლება უკვე დაგვიანებულიც იყოს ჯობია, თავიდანვე გქონდეთ სწორი ცოდნა ამ მხრივ. მადლობას გადაგიხდით, დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ, რომ ბატონი თემურ მამასახლისი, ადვოკატი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ხოლო ჩვენი გადაცემის ბოლოს უქსურ შემოგთავაზოთ ერთი ჩვენი სტუდიის მიერ მომზადებული ფილმი. ეს საკითხი შეეხება უკვე არა სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სასამართლო პრაქტიკას თუ კანონმდებლობას. ეს საკითხი შეეხება საქმეს, რომელსაც როგორც იცის ჩვენმა მაყურებელმა ძალიან აქტიურად ვაშუქებთ. საქმე უკავშირდება ლევან ჯანგველაძის მკვლელობას და იმ პირების მიცემას პასუხისგებაში, რომლებიც დღეს ელოდებიან განაჩენს. საუბარი არის გიორგი და დავით მიქაძესა და ასევე გიორგი ჯოხაძეზე, რომლებიც ამ მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით არიან პასუხისგებაში მიცემული. საქმე მიდის უკვე ფინალში, სავარაუდოდ 23 აპრილის ბოლოს იქნება უკვე განაჩენი გამოტანილი, ამოიწურა როგორც ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა უკვე დასასრულს უახლოვდება დასვის მხარის მოწმეების გამოკითხვაც, რჩება ამ საქმეში საბოლოო, ასე ვთქვათ, ადვოკატები, ჯერ პროკურორის და შემდეგ ადვოკატების დასკვნითი სიტყვა და შემდეგ უკვე ჩვენ მოვისმენთ განაჩენს. ჩვენმა სტუდიამ მოამზადა მცირე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, შეგვიძლია ამას უწოდოთ, რეპორტაჟი, რომელიც შეეხება ამ საქმეში არსებულ მართლა ძალიან მნიშვნელოვან ხარვეზებსა და უზუსტობებს, კერძოდ გამომძიებლების, იმ ადამიანების მხრიდან ჩვენი აზრით გამოვლენილ, არ ვიცი ამას არ მინდა რომ უწოდო არაკომპეტენტურობა, მაგრამ ძალიან ბევრი უფლებადამცველი საუბრობს, რომ გამომძიებლები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ ყოველგვარი ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე და ის, რასაც ხშირად შეიძლება სხვადასხვა მედია საშუალებებიდან ვისმენთ ხოლმე, შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე ქარწყლდება სწორედ იმით, რომ სასამართლო არის ის ორგანო, სადაც უტყუარი მტკიცებულებები უნდა დაიდოს და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს შემდეგ განაჩენების გამოტანა. ჩვენ მოვამზადეთ აი მცირე ფილმი, სადაც ეს ყველაფერი გვაქვს გაშლილი და მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, რომ თავად დარწმუნდეს, როგორ რა მტკიცების სტანდარტით აპირებს ამ შემთხვევაში სისტემა და გამომძიებლები კონკრეტულად, რომ ეს ადამიანები მისცენ პასუხისგებაში. პასუხისგება კი ამ შემთხვევაში წარმოადგენს უვადო თავისუფლების აღკვეთას. ანუ ეს არის უმძიმესი სასჯელი, რაც კი შეიძლება იყოს ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული. ნახოთ ეს ფილმი, მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ. რაც გამომძიებლისგან გვაინტერესებდა და 6 საათის განმავლობაში მისგან ვცდილობდით ინფორმაციის მიღება გიორგი და დავით მიქაძეების მიმართ ჰქონდათ თუ არა მტკიცებულებები. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება. აბდოსკატურს ნათქვამი აქვს, რომ ეს არ არის ეს ვიდეო, რომელზეც იდენტიფიკაცია შესაძლებელია. აბსოლუტურად არაფერი არ ახსოვდა გამომძიებელს ოსო ოდიშვილს. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის თაობაზე ინფორმაცია. გულია ჩვენება ემყარებოდა სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციას. საერთოდ გიორგი მიქაძის აქ ყოფნა უფრო რაღაცა ძევლად აყვანის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ვინც ამ ინფორმაციას ყოფდა, პასუხისგებაში არ არის მიცემული. კითხეთ, რა აქვს ამის მტკიცებულება. გამომძიებელმა ამაზეც გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე გამომძიებელზე არის საუბარი. მოგეხსენებათ, რომ შემთხვევის ადგილას ლევან ჯავაბელაძის ავტომანქანა იდგა, რომელიც გამოძიების მასალების მიხედვით ადგილზე 14-15 მარტს საგამოძიებო მოქმედების დროს არ დათვალიერებულა. გამომძიებელმა და ექსპერტ კრიმინალისტმა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა, ვერ ახსნა თუ რატომ არ მოხდა ადგილზე ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევა, როგორც არის გარდაცვლილის ავტომანქანა. როდესაც საუბარი არის ხელკვალზე დანაშაულის გახსნაზე, ბუნებრივია იწვევს კითხვებს ის, თუ რატომ არ გამოიკვლიეს ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორც არის გარდაცვლილის ავტომანქანა. დანაშაულის ჩადენის პერიოდში და წინა პერიოდში ასევე გამომძიებელმა ვერ ნახა გიორგი მიქაძის სააბონენტო ნომერზე, ვერც შემავალ-გამავალ ზარებში და ვერც ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემებში ისეთი მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით დაადასტურებდა, რომ გიორგი მიქაძეს კავშირი ჰქონდა ან გელაუძილაურთან, ან დანაშაულში მონაწილე სხვა პირებთან. ისიერად გაიხსენა, რომ გელაუძილაურს ჰქონდა ზარი გაშვებული, ასე რომ ვთქვათ, გიორგი ჯოხაძის მობილურ ტელეფონზე, ხოლო დანარჩენი შემავალი-გამავალი ზარები აბსოლუტურად არაფერი არ ახსოვდა გამომძიებელ სოსო ოდიშვილს. რატომ არ იყო მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის ძანძავას მობილური ტელეფონი, რომელიც მას თან უნდა ქონოდა წესით, ხო? გამოკითხვის პერიოდში ძანძავა არის ის პირი, რომელიც თან ახლდა ლევან ჯანგოლაძეს. ეტაპობრივად ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის ბოლო იმ მომენტში ამ საქმის აშენება ჩატარდა 2025 წლის დეკემბრის თვეში. დეკემბერში იყო გასულიყო რამდენიმე თვე, ხო, მომხდარი დანაშაულიდან. თან მარტო ამ დეკემბრის თვეში ჩატარდა დათვალება, ანუ გულისხმობ დაიწყო და არა, დაიწყო და ბოლო საგამოძიებო მოქმედება დათვალება. არა, ლევან გამოძიებელმა პირდაპირ თქვა, რომ მას მობილური ტელეფონი არ ჩამოართვეს პირველ ეტაპზე. ერთი წინასწურებს, რომ კახაბარ ძანძავა ტელეფონები ამოღებულია გამოძიების მიერ და შესაბამისად დანიშნული არის ექსპერტიზა. რა პერიოდში ამოღებული? გამოძიების სრულობის პერიოდში. გვიანებული ხომ არ იყო? ბრალდების მხარის მოსაზრებით ის ფაქტი, რომ რაიმე წაშლილი იყო, რაც მნიშვნელოვანი, მსგავსი არ გამოვლენილი. ძანძავის მობილურ ტელეფონზე ჯერჯერობით ექსპერტიზა ინფორმაცია არ მოსულა დასკვნით. გიორგი მიქაძე ამდენი ხანია მიმდინარეობს უკვე სასამართლო პროცესი, მე რამდენი ხომა ამდენი მოწმე გამოკითხა და სახელი და გვარცაც კი არ ახსენებს ვინ. საერთოდ გიორგი მიქაძის აქ ყოფნა უფრო რაღაცა ძევლად აყვანის შტაბ-ტილებას მიტოვებ, ვიდრე საქმესთან რამე კავშირის, იმიტომ რომ აი საქმეში ყველაფერი არ არის. ვინც მოვიდა, ყველა მთქვა რომ გიორგი მიქაძე არც ყოფილა, არც ვიცნობ, საერთოდ შეხება არ მაქვს. რომიკო გოგიაშვილის პატაკი, როდესაც შედგენილი არის 2025 წლის 5 აგვისტოს, ზუსტად კაკულიას აქვს, მას შემდგომ ამოცნობილი ვითომ და თაუერსის ვიდეოები და ამოცნობილი ყავს გიორგი ჯოხაძე 6 აგვისტოს. ანუ რა მინდა ამით თქვა, რომიკო გოგიაშვილის პატაკიც შედგენილია 5 აგვისტოს, სადაც ყველა ეს გარემოება თბილისის თაუერსთან დაკავშირებით აღწერილია პატაკში. კაკულიას ჩვენება ემყარებოდა სიცრუით გაჯერებულ ინფორმაციას, როგორც ამოცნობასთან დაკავშირებით, ისე გიორგი ჯოხაძის საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით. ვინაიდან მან მიუთითა ის საცხოვრებელი მისამართი, რომელ საცხოვრებელ მისამართს გიორგი ჯოხაძეს არასდროს არ უწყორია. გამომძიებელმა გვიპასუხა, რომ ამ მონაცემებში არსად არც შემავალი ზარი, არც გამავალი ზარი, რაც დაადასტურებდა კომუნიკაციას გიორგი მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს შორის არ ყოფილა, ასევე შემავალი ან გამავალი ზარი, რაც დაადასტურებდა კომუნიკაციას დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს შორის არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, კითხვად რჩება, რით ადასტურებს ბრალდების მხარე იმას, რომ გიორგი და დავით მიქაძეები ინფორმაციას აწვდიდნენ გიორგი ჯოხაძის მეშვეობით გელაუძილაურს. რამდენიმე დარღვევა იყო მისი მხრიდან აღნიშნული და ამას ბუნებრივია დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვაში შეაფასებს, რომ ზოგადად მტკიცებულებების მოპოვება და დამაგრება საქმეზე არ უნდა ხდებოდეს ასეთი ფორმით. ვიდეო კამერების ჩანაწერზე, რომელზეც ფაქტობრივად ადამიანის ვიზუალი არ ჩანს და ეს მთელმა დარბაზმა სხდომის დარბაზშივე კარგად ნახა, ყველა ადამიანმა ვინც იქ იყო, ამტკიცებდა მოწმე, რომ ამ ვიდეო ჩანაწერში იცნო გიორგი მიქაძე. საზოგადოებისთვის მინდა განუმარტო, რომ ამ ვიდეო ჩანაწერზე დანიშნულ იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა და სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანებმა ვერ შეძლეს იქ პირის ან პირების იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ბრალდების მხარემ თავად იმიტომ არ დანიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ამ ჩანაწერზე, რომ ისინიც მიიღებდნენ იმ პასუხს, რომ შეუძლებელია ვიდეო ჩანაწერში ვინმეს ამოცნობა, მაგრამ მაშველად მოუხმეს ოპერატიულ მუშაკს, რომელიც დღეს ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა პროფესიონალებისგან განსხვავებით იმაში, რომ იქ გიორგი მიქაძე იყო.
ატაკში გადმოცემული ტექსტები ძალიან გავს საქმეში ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმის ბატონი კონსტანტინე მორბოშიას მიერ მიცემულ ჩვენებას ამის თაობაზე პატაკის ავტორთან ჩვენც დავსვით კითხვა. ისინი ერთ-ერთში იმეორებენ მოვლენების აღწერის ფრაზეოლოგიას, რაც ბუნებრივია აჩენს ეჭვს იმაზე, რომ არავითარი წყარო, არავითარი კონფიდენტი არ არსებობდა. დაცვის მხარეს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით კითხვები, კონკრეტულად რამოდენიმე ადვოკატმა პირდაპირ უთხრა მას, რომ ისინი თავად შეესწრნენ, როგორ მონაწილეობდა, ვთქვათ, გიორგი მიქაძის და გიორგი ჯოხაძის სახლების ჩხრეკაში. რომიკო გოგიაშვილის საქმის მასალების მიხედვით და ოქმების მიხედვით ჩხრეკის მონაწილე პირი არ არის და ბუნებრივია რეალურად ჩდება კითხვა იმასთან დაკავშირებით, რა საკეთებდა იქ საგამოძიებო მოქმედების დროს ის იქ, თუ კი ოფიციალურად ის ჩხრეკაში მონაწილე პირს არ წარმოადგენს. გამომძიებელთან დავსვით კითხვა გარკვეული საუბრები, რომელიც ამ ჩანაწერიდან არ ირკვეოდა და კარგად არ ისმოდა, რატომ არ დაინიშნა ამასთან დაკავშირებით ექსპერტიზა, რომლისგანაც პასუხი ვერ მივიღეთ. ყველაზე მთავარი რაც გამომძიებლისგან გვაინტერესებდა და 6 საათის განმავლობაში მისგან ვცდილობდით ინფორმაციის მიღებას, იყო ის, რომ ორგანიზების ნაწილში გიორგი და დავით მიქაძეების მიმართ ჰქონდა თუ არა მტკიცებულება, მაგალითად იმის, რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ ლევან ჯანგველაძის გადაადგილების მარშრუტი. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება. ჩვენ მას ვკითხეთ, აქვს თუ არა მტკიცებულება, რომ მიქაძეებმა გელა უძილაურს მიაწოდეს ლევან ჯანგველაძის მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის თაობაზე ინფორმაცია. ბრალდების დადგენილობაში ასევე წერია, რომ გელა უძილაური თავის მხრივ უბრუნებდა ინფორმაციას ძმებ მიქაძეებს. ვკითხეთ, რა აქვს ამის მტკიცებულება. გამომძიებელმა ამაზეც გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თაუერის კამერებზე გამომძიებელმა დათვალიერებაში შეიყვანა ოპერატიული მუშაკი და მან დაადო ხელი თითქოს და მანქანიდან გადმოდის გიორგი მიქაძე, რომ ვკითხეთ, რატომ არ დანიშნეს ამაზე ექსპერტიზა, რომ მიეღოთ კვალიფიციური პასუხი. პირდაპირ გვიპასუხა, რომ ექსპერტი მათ კვალიფიციურ პასუხს მისცემდა და ეს იქნებოდა, რომ ამ კამერებზე შეუძლებელია ვინმეს ამოცნობა, ამიტომ ამოარჩიეს გზა, რომ ოპერატიულ თანამშრომელს ხელი დაედო გიორგი მიქაძისთვის. საშუალო მუშაკი მოყოლია. ამიჯერე ხო, რაღაცა დავაკეთე, ოპერაცია გამოდივალო, ოპერაცია შემოგიყვალა რა. ოპერაცია გამოდივალო, ოპერაცია გამოდივალო, ამბობს, რომ მე ზუსტად ვიცი, ოპერაცია გამოდივალო. Sparta, ani tranșore parano, asta este tot, mas tot, dar se dice că tot știu la să se facă. Anul ca și ziua și o, bagă să facă o multă zi multă, iar mi to avia to, dar mereu, mamă, mi faceți. Mi faceți, am un video, mi faceți, am un video, rasti surele smene. Je am egeti skausi, mi bași egeti ameață. რომ ჩემი არაბი ამ ინფორმაცია რამის პროგრამა ამკაცო შემოიყარა და მე მიხაძეც საუბარია და შანსი არ აქვს რა მაგას წამოვიდე რაღაცა მე ისეთ მოიფიქრე რომ ალბათ ადამიანებს საერთოდ გაუგებდი სპარტ რაღაცა არ არსებობს და ამ სპარტერში შემოქმედება ეს ვიდეო რაც არისო ამას მე ტელევიზიაში გავუშვებდი არ შეიძლება რომ მე გავუშვებდი თანხმობის საზოგადოებრივი გაზეთი მოგიარეთ ხალხის ორიენტაციას ჯოხაძე არის შენ ჩახარო ესე და გამომდიოდა და უკვე ესე დატრიალდება რომ ამ ბავშვი რაღაცა ამასაკო ეხლა რა შეიძლება სამშობლო იო მე ამოვიდა რომ ის მე მოსულები ვერსია და კი აუგანაა რომ ვერფაზიდან მოდის იმიდან მოდის და අපერ საუბრ დაგუდაკიო მე გამოდის ვერ უნები რომ არ გამოვა ძალიან ფართოში მოგოვიო და ისაც ნახევოს არა რა შეიძლება ყოფილა და ვერ მოდის Как стараться прийти, совершенно быстро, не sabah ettiler. Aynen, gavur, arası bu. Şeyler sana büyüyor, hakikaten yok. Onun rolünde arası bu. გამომძიებლები 10 წუთში. ბრალდება ფაქტების გარეშე. 10 წუთი. ეს 10 წუთი საკმარისი აღმოჩნდა ბრალდებისთვის. მაგრამ არა სიმართლისთვის. მტკიცებულებების გარეშე ეს დრო, ეს 10 წუთი შეიძლება იქცეს განაჩენად, რომელიც პატიმრობის წლებს კი არა სიცოცხლეს ხვეთს. სწორედ აქ იწყება სასამართლოს გამოცდა. ობიექტური უკან დახევა, სამართლიანი განაჩენი თუ უსამართლობის გაგრძელება. სასამართლო ხომ ბოლო ზღვარია, სადაც სიმართლე უნდა ითქვას. რადგან ამ საქმეში ერთი დაუდასტურებელი ბრალდება
შეიძლება იქცეს სამუდამო პატიმრობად და დაანგრიოს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრება.